ბატონ სანჩეს, დიდი მადლობა. თქვენ ახალგან დაბრუნდით საქართველოდან, აუცილებლად ვისაუბრებთ თქვენი ფრაქციის, ევროპარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის სოციალისტების შეხვედრებზე თბილისში. თუმცა მანამდე მინდა გკითხოთ იმ მთავარ თემაზე, რომელიც ახლა საქართველოში ყველას ყველაზე მეტად აინტერესებს. კაია კალასის განცხადება უვიზო მიმოსვლის შესახებ. როგორც გაირკვა, ევროკავშირი დასჯის იმ პირებს, ვინც ქართულ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს. ქართველი ხალხი კი ამ პრივილეგიით ისარგებლებს. დიახ, ჩვენი მთავარი მიზანი თავიდანვე ის იყო, რომ მოცნების რეპრესიების საპასუხოდ ისეთი ინსტრუმენტი შეგვემუშავებინა, რომ ამით ხალხი არ დაგვესაჯა. იმიტომ რომ ქართველების უმრავლესობა პროევროპელია. ვიზა ლიბერალიზაცია ქვეყნისთვის შესანიშნავი მიღწევა იყო. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო ისეთი გადაწყვეტილება არ მიგვეღო, რომელიც ხალხის უფლებებს ან მოლოდინებს დააზიანებდა. შემდეგ გავაანალიზეთ, თუ როგორ მოქცეულიყავით, მაგალითად ოფიციალური ან დიპლომატიური პასპორტების ეს არ იმუშავებდა, რადგან აქვს ყველას მეორე პასპორტი. ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმის ფარგლებში ევროკავშირს შეეძლოს კონკრეტული პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს იქნება გარკვეული ჯგუფების, გარკვეული ტიპის ხალხის წინააღმდეგ მიმართული ზომა. ამ ნორმის მიზანია კონკრეტული ხალხის დასახელება, პასუხისმგებელი პირების ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც ვეღარ შევლენ ევროკავშირში. ეს არის გზა ზეწოლა მოხდეს ქართული ოცნების ოფიციალურ პირებზე, ისე რომ მოქალაქეების მოლოდინები არ დაზიანდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ პროპაგანდა ყველაფერს თავის სასარგებლოდ ატრიალებს. ევროკომისიას ეს ძალიან სამართლიანი ნაბიჯი რომ არ გადაედგა, მაშინ ანტიევროპული ნიაღვარი ისევ დაგვატყდებოდა თავს. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებობს 2000 კაციანი სია, ვისაც ევროპაში თავისუფლად გადაადგილება აეკრძალება. რა ტიპის პასპორტებს შეეხება ეს და ვინ არის ეს ხალხი? ოცნების მაღალჩინოსნები და მათი ოჯახები? ამას ევროკომისია შეაფასებს, მაგრამ პარლამენტის პოზიცია, მათ შორის ჩვენ, ვინც საქართველოს საკითხებზე ვმუშაობთ, არის ის, რომ სია არ უნდა იყოს პატარა, უნდა იყოს გრძელი სია, რათა ეს ზომა იყოს ეფექტიანი. აქ საქმე არ ეხება პასპორტის ფერს, საქმე ეხება კონკრეტულ სახელებსა და თანამდებობრივ კავშირებს. განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა ვხედავთ, როგორ დადიან ქართული ოცნების კორუმპირებული ელიტის ახლობლები პარიზის მოდის კვირეულზე. ისინი ხდიან ფულს ლუქს სასტუმროებში, იმ თანხებით, რაც საქართველოში საჯარო რესურსებიდან აქვთ მოპარული. სწორედ ამაზე უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა. არა მხოლოდ სასტუმროებში, მათ საკუთარი სახლები აქვთ პარიზსა და თქვენ სამშობლოში, ესპანეთშიც. დიახ, რა თქმა უნდა საკუთრებაც, ოჯახებიც ყავთ. ჩვენ ამაზე რეაქცია უნდა გავაკეთოთ. ჩვენ სხვა ბერკეტებიც გვაქვს, მაგრამ ჩვენი ბოლო ვიზიტის დროს თბილისში დაგვჭირ შთაბეჭდილება, რომ ეს ზომა ძალიან პოზიტიურად იქნება მიღებული ქვეყანაში, იმიტომ რომ ხალხს არ ვაზიანებთ და პასუხისმგებელ პირებზე მინდის ზეწოლა. და მაინც, ვინ არიან ეს პასუხისმგებელი პირები? მაგალითად, შეეხება ეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ან მოქმედ პრემიერს ირაკლი კობახიძეს და მათ ოჯახებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ივანიშვილის მთელ გარემოცვას. პარლამენტი ელოდება, რომ კომისია იმოქმედებს. აქ აღარ გვჭირდება საბჭოს რთული პროცედურა და ვეტოები, როგორც მაგალითად უნგრეთისგან. ამიტომ კომისია ახლა პასუხისმგებელია. პარლამენტის პოზიციაა, რომ სია არ უნდა იყოს მხოლოდ 50 კაციანი. ეს არაფრის მომცემია. ეს უნდა იყოს ფუნქციური და ეფექტიანი. თუ სია იქნება მოკლე, მხოლოდ სიმბოლურად, რომ რაღაც გააკეთეს, ეს არ გამოდგება. საჭიროა გრძელი სია, რომელიც მოიცავს როგორც ოფიციალურ პირებს, ასევე მათ ოჯახებს. long list of people included in this exception to the visa-free regime. ანუ ახლა ყველაფერი ევროკომისიაზეა დამოკიდებული? როდის იქნება გადაწყვეტილება კომისიის დასვენის გამოქვეყნება, მოხდება ნოემბრის დასაწყისში თუ უფრო გადაიწევს ეს პროცესი? Now the thing is ახლა ბურთი კომისიის მხარესაა და იმიტომ რომ საბჭოს და ვეტოს გვერდისავლით შეგვიძლია მოქმედება, კომისია ამბობს, რომ მზად არის ახალი სისტემის გამოყენებით იმოქმედოს, სავარაუდოდ ნოემბრის შუა რიცხვებიდან ბოლომდე. We are ready to do something using the new system mid-November or end of November.
ამასობაში კი რეპრესიები საქართველოში კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს, ახლა უკვე რუსეთსაც კი გავასწარით პოლიტიკური პატიმრების რიცხვით. ადამიანებს აკავებენ პირბადის ტარებისთვის, მაშინაც კი როცა გრიპის სეზონია. მათ შორის ჩემი კოლეგები ვახო სანაია, კეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია, ლიკა ბასილაია დააპატიმრეს. ძალიან ბრუტალურად დააკავეს რუსთაველზე პირბადის ტარებისთვის ცნობილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ეს ადამიანები ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და ამიტომ ევროპის რეაქციას და პასუხს ჩვენ ყველანი ველით. Well, this what Georgia Drain is doing is following the playbook of the authoritarian rulers. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ავტორიტარული ლიდერების სახელმძღვანელოს მიხედვით. ჯერ მედიის გაჩუმება, მერე ოპოზიციის და შემდეგ ნებისმიერი კრიტიკის ჩახშობა და შემდეგ ეს სასაცილო ზომები, მაგალითად ჯარიმები მშვიდობიანი პროტესტის დროს გზის გადაკეტვისთვის. ეს იურიდიული ტრიუკებია, რომლებიც სასაცილოა. მათ უნდოდათ მაგალითად ჯარიმა დაიკისრებინათ ეუთოს პრეზიდენტისთვის, რადგან ის თავისუფლების მოედანზე მივიდა. იმავე მეთოდებს იყენებენ, რასაც რუსეთი: ზეწოლა, კონტროლი, ძალაუფლების შენარჩუნება. და ეს არც ძალიან შემოქმედებითია. ზოგან იმუშავა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას გადავურჩებით. 4 ოქტომბრის შემდეგ იყო გარკვეული ფრუსტრაცია, მაგრამ მიხარია, რომ პროტესტი გაგრძელდა მშვიდობიანად. But I'm very happy to see that the peaceful protest has continued. 4 ოქტომბერს გულისხმობთ? თქვენ რა შთაბეჭდილება დაგჭათ? რა მოხდა 4 ოქტომბერს? Because they tried to depict ცდილობენ ეს პროტესტი ისე გამოიყენონ, როგორც სპეცსამსახურებს უნდათ, როგორც ეს მათ მიერ პრეზიდენტის სასახლესთან მოწყობილი პროვოკაციებით გამოჩნდებოდა. ყველა მიხვდა, რომ ეს იყო მახე სპეცსამსახურების მხრიდან დაგებული. ეს ისეთი აშკარა და გამჭვირვალე იყო. it was so blatantly clear that that was a trap. Yes. Organized by the intelligence services is so transparent. მახე, სადაც ერთი ადამიანი ლითონის ზღობეს ფეხით ანგრევს, ეს სასაცილოა, მაგრამ მათ უნდოდათ ეს სურათები, რომ გამოიყენონ რუსთაველზე მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ. ამიტომ მიხარია, რომ ეს პროტესტი გრძელდება მშვიდობიანად, როგორც ყოველთვის იყო. იმედიც ბრუნდება რუსთაველზე და ეს მიხარია. And for that reason, I'm very happy that the protest is continuing as it always was completely peaceful. And for that reason, I think hope is regaining ground in Rustaveli. თუმცა რუსთაველზე პროტესტის შენარჩუნება ძალიან რთული ხდება. მედიის მარში გქონდა იმ დღეს, როდესაც მზია ამაღლობელმა სახაროვის პრემია მიიღო, მაგრამ ისეთი მხეცური დაკავებები ვნახეთ, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდით. ამიტომ ვკითხულობ, იქნება თუ არა დროული სანქციები და მათ შორის ფინანსური სანქციები რეჟიმის მსახურების წინააღმდეგ. გულისხმობ არა მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვას, არამედ კიდევ უფრო მტკივნეულ ფინანსურ სანქციებს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. Well, the problem is პრობლემა იმაშია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების დაწესება ევროკავშირში ასახდება. უმაღლესი წარმომადგენელი წარადგენს საბჭოში, ხოლო საბჭოში ვიცით, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს. and we know for sure that in the council Hungary is protecting Georgia Drain. ანუ ამ მხრივ ცვლილებები არ არის. როგორც გავრცელდა ცნობა, უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გადაცემის შესახებ ევროკავშირი თითქმის შეთანხმდა. და ითქვა ისიც, რომ ამ შემთხვევაში ვიქტორ ორბანს ისევ გაანეიტრალებენ და ყავის დასალევად გააგზავნიან, როგორც ეს წინა შემთხვევაში შოლცმა გააკეთა. I'm not sure about what has been the position because ჯერ არ ვიცი რა პოზიცია გვაქვს, რადგან პირველ რიგში იურიდიული გარანტიები უნდა მივცეთ იმ ქვეყანას, სადაც ეს დეპოზიტებია, ანუ ბელგიას. ბელგიას აინტერესებს, რა იქნება ამ გადაწყვეტილების შედეგი და რადგანაც ამ გაყინული აქტივების დიდი ნაწილი ბელგიაშია. პირველ რიგში ეს ქვეყანა ითხოვს იურიდიულ ჩარჩოს. თავარი ახლა ამაზე შევთანხმდეთ და მერე ვნახოთ იქნება თუ არა უნგრული ვეტო. political veto from Hungary. ანუ ეს ჯერ კიდევ პროცესია. თქვენ სოციალისტური ჯგუფიდან ხართ, რომლის პარტნიორიც წლების განმავლობაში იყო ოცნება. წარმოიდგენთ, რომ ეს ხელისუფლება რუსულ რეჟიმად გადაიქცეოდა და საკუთარი პარტნიორების და ხალხის წინააღმდეგ დაიწყებდა კამპანიას და პოლიტიკის წარმოებას. No, absolutely. არა, აბსოლუტურად არა. ისინი საერთოდ არ ტოვებდნენ ასეთ შთაბეჭდილებას, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა. ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, როდესაც დავინახეთ პოლიტიკის ცვლილება. ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვერიცხა ქართული ოცნება. მათ კი დაგვასწრეს და თავად გავიდნენ ჩვენი პოლიტიკური ოჯახიდან, რაც კარგი ნამდვილად არ არის. 2021 წელს ვიღაცამ გადაწყვიტა ქვეყნის მიმართულების სრული ცვლილება. Somebody decided to change completely
the direction of the country. ვიღაცა არა, ეს ნამდვილად ბიძინა ივანიშვილი იყო. Your audience is as smart as you to understand. თქვენც და თქვენი აუდიტორია ძალიან ჭკვიანია მიხვდეს, ვის გულისხმობ. მაშინ გადაწყვიტა, რომ კურსი ევროპიდან რუსეთისკენ შეეცვალა. პრობლემა არ არის იყოს პრორუსული. მოლდოვაშიც არსებობენ პრორუსული პარტიები. საქართველოშიც შეგიძლიათ გქონდეთ პრორუსული პოლიტიკური ძალები, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ დაფარულად აკეთებ ამას. არჩევნების წინ მიდიხარ იდეით, რომ საქართველო ევროპული გზიდან არ გადაუხვევს. არჩევნების მერე უცბად აცხადებ, რომ არა, ჩვენ აღარ გვინდა ევროკავშირი. ესე იგი ატყუებ შენს მოქალაქეებს, იმიტომ რომ თუ ხარ პრორუსული, უნდა თქვა, ჩემი საზოგადოებრივი მოდელი არის რუსეთის მოდელი. ერთი ადამიანის მმართველობა, არავითარი თავისუფლება. არჩევნები მხოლოდ იმიტაციაა, მაგრამ შენ არ შეგიძლია ხალხს ეს შესთავაზო, რადგან იცი, რომ ამას ხალხი არ მიიღებს. პრობლემა სწორედ აქ არის, როდესაც ოცნება მალავს თავის რეალურ დღის წესრიგს და ევროპის იდეას იყენებს ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. სინამდვილეში, საზოგადოებას არ აჩვენებს თავის რეალურ განზრახვას, უკან დაიხიოს ევროპული გზიდან. Not explaining to the public opinion your real intention to withdraw of the European path. ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა ევროპის პასუხი და ველოდებით რა მოხდება. We are following carefully the დიახ, ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.